მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ პოლიციის პასუხისმგებლობაზე საუბარი სრულიად ზედმეტია, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ კადრები თუ როგორც მირულად იცავდა პოლიცია იმ შეზღუდული რესურსებით, რომელიც მას გააჩნდა მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სწორედ პოლიციის დამსახურებაა ის, რომ ამ აქციამ ჩაიარა მსხვერპლის გარეშე. ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე კადრები, მიკროავტობუსს, როდესაც ნაგვის ურნით მის საქარემინას ამსხვრევენ და ცდილობენ, რომ გამოათრიონ იქიდან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, რათა მათ ფიზიკურად გაუსწორდეს ათასობით ადამიანი, ეს აუცილებლად ძალიან ტრაგიკული შედეგებით დასრულდებოდა და რომ არა პოლიციის აქტიურობა ნამდვილად არ ვიცით რა შედეგები გვექნებოდა დღეს. ამიტომ პოლიციელთა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არის ჩემი აზრით სრულიად ზედმეტი. ჩვენ და ვისაუბროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი მოვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც ცხადია თუ რამხელა მასშტაბის აგრესიაზეა საუბარი, მან უნდა უზრუნველყოს იმ სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება, იმ თავდაცვის საშუალებების მობილიზება, რომელიც საშუალებას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალურად, რომ დაიცვას მოქალაქეთა მცირე ჯგუფი, მეორე ჯგუფის ძალადობისკენ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს წყლის ჭავლი, არსებობს ჯავშან ტრანსპორტირებით შეიძლება გზის ჩახერგვა შესაძლებელია, პოლიციელთა კორდონი გაკეთდეს არა ასე ვთქვათ, შიშველი ხელებით, არამედ ჩაფხუტებით, ფარებით და ცივილიზებულ ქვეყნებში როგორც ხდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია ამ სპეციალური საშუალებებით და ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. რაც შეეხება რეაგირება, როგორც ვიცი მე, გამოძიება უკვე დაიწყო, ეს მისასალმებელია, რომ გამოძიება მყისიერად იქნა დაწყებული. ახლა მთავარია თუ რას დაადგენს გამოძიება. გამოძიებას აქვს ძალიან ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი მასალა მტკიცებულებების სახით, ეს არის ვიდეო ფირები, სადაც დაფიქსირებულია კონკრეტული პირების სახეები, მათი ამოცნობა არ არის რთული და რაღაც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს და ყველა ის პირი, ვინც ორგანიზებას უწევდა ძალადობას, რომელიც მოუწოდებდა ძალადობისკენ, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ამ ძალადობას, უნდა იქნეს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. იმისათვის, რათა ჩვენ ხვალ არ მოგვივარდნენ ვიღაცები და არ ვითხრან, რომ დედაკაცის შარვალში ზაქს უფალსა და ეხა შარვალი რომელ დედაკაცსაც აცვია, ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომ ან უნდა გაიხადონ შარვალი და ჩაიცვან კაბები, ან უნდა გაუსწორდეთ მათ ფიზიკურად. ხო ვიცით, არის რაღაც მცნებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაში საერო პირებს არ მოეთხოვებათ მათი დაცვა. ხო, შეიძლება ეკლესიაში ისინი თავიანთ წესებს ადგენენ, მაგრამ ის თუ როგორ მოიქცევა, ვინცად შეიკრიბება, ვის რა ორიენტაცია ექნება, ვის რა აღმსარებლობა ექნება, ვის როგორი კანისფერი ექნება, ეს არავის საქმე არ არის. ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი ჩვენ გვახსოვს, როგორ მოუწოდებდა სტუდენტებს, რომ თურმე შავკანიანები გახდნენ ცოდვების გამო. და ეხლა შეიძლება მოინდომოს, რომ შავკანიანებმა თავიანთი ცოდვების პროპაგანდა შეწყვიტონ და აღარ გამოჩნდნენ საერთოდ და დაემალონ. ანუ აქ არის საუბარი რაღაცა ექსტრემისტულ მოწოდებებზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანობასთან. აქ არის საუბარი რაღაც ნახევრად ძველბიჭურ მოწოდებებზე, მათ შორის პოლიტიკურ მოწოდებებზე. მე იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით გაიმიჯნებიან ადამიანები ამ ძალადობას და გაიმიჯნებიან არა მხოლოდ სიტყვით და ასე ვთქვათ დეკლარირებული განცხადებით, არამედ დაასაბუთებენ თუ რატომ არ შეიძლება ძალადობა, რატომ არის ეს მიუღებელი მათ შორის ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, ეკლესიის შინაგან წესისთვის და ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. რაც შეეხება საერო ხელისუფლებას, მათ უნდა მისცენ პასუხისმგებაში ყველა მოძალადე, მიუხედავად იმისა, მას ანაფორო აცვია თუ არა. მიუხედავად იმისა, იგი რომელიმე საეკლესიო იერარქს წარმოადგენს თუ არა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, არანაირი საეკლესიო წოდება არ გახლავთ, ასე ვთქვათ, დაცვა სისხლისამართლებრივი დევნისაგან, თუ დანაშაულის ნიშნები იქნება სახეზე, აუცილებლად ეს პირები უნდა მიეცნენ პასუხისმგებაში. ამავე დროს საზოგადოება უნდა დამშვიდდეს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, არ აყვეს ემოციებს,
ზოგადად იქ შეკრებილი ადამიანებისგან ჩვენ კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთი აწყნარებს მეორეს, ცდილობს რომ გამოარიდოს სიტუაციას, მოუწოდებს რომ ნაკლები ძალადობას ჰქონდეს ადგილი, ხო, რაღაცნაირად ზოგიერთი ცდილობდა რომ განემუხტა სიტუაცია, თუმცა უკვე როდესაც ბრბო მოქმედებს, როგორც ერთმანეთის წამხედურობით მოქმედებენ, ხო? უმრავლესობა, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ამხნევებს და უფრო მეტი ძალადობა წარმოიშობა. ამიტომ იყო საჭირო პოლიციის მიერ შესაბამისი ძალის გამოყენება, რომ დამცხრალიყო ეს ნებათაღელვა. ჩვენ გადავრჩით გუშინ, გადარჩა ჩვენი საზოგადოება, რომ იქ რაღაც პატარა გოგონებმა მიიღეს დაზიანებები და ეს არ დასრულდა ლეტალური შედეგით, ხო? ეს უბრალოდ გაგვიმართლა. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში უზრუნველყოფს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას იმ ძალით, რომელიც შეაკავებს მსგავს აგრესიას და მსგავს ექსტრემიზმს. აი ზუსტად შემდეგ ამის მართლა უფრო ხომ არ გახსოვდება და როდესაც პოლიცია საუბრობს რომ მათ გამოიყენეს ადვოკატურად იგოქნეს ეს ასე გამხმარს. თინახიდაშელის განცხადება გამოიწვევს სწორედ იმას, რომ ხვალ 10-ის ნაცვლად გამოვა 20 და 50 და 100,000. თუ ადამიანებს ეკნებათ განცდა, რომ მე ხა გამოვალ და პოლიცია მე ვერაფერს ვერ მიზამს, იმიტომ რომ მე ვიღაც ანაფორიანი წინამძღვარი, ასე ვთქვათ, წავა ჩემს წინ, მაშინ სწორედ გამოვა უფრო მეტი ხალხი და მაშინ რა გამოდის, რომ ესე იგი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანების დაცვა და ჩვენ ვართ უსუსურები. აი ესეთი ეგზალტირებული ბრბოს წინაშე. ანუ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, რომ იცით რა, მომავალში თუ მოხდება ესეთი რაღაცა, პოლიცია კვლავ თავს შეიკავებს რაღაცა ჩარევისგან, იმიტომ რომ რა აზრი აქვს, მაშინ უფრო მეტი გამოვა. სინამდვილეში პოლიციას შეუძლია აღმართოს ისეთი კორდონი, რომელსაც ვერ გაარღვევენ, დავანებოთ შეტევას თავი და წყლის ჭაუს და თქვათ რეზინის ტყვიებს, ხო? ისეთი კორდონის გაკეთება შეიძლება, რომელსაც უბრალოდ ვერ გაარღვევს ბრბო, ხო? და თუ გადმოვა მაინც შეტევაზე, არსებობს მათი შეკავების სხვადასხვა საშუალებები. შემდგომ დაპატიმრება შეიძლება ორგანიზატორების, რაც უკვე აუვნებელყოფს ამ სიტუაციას. ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, ხო? ასეთი გამოსვლები სხვადასხვა მოტივით სხვაგანაც ხდება და სახელმწიფო ახდენს რეაგირებას. მე მინდა გითხრათ, რომ ამგვარი სასულიერო პირები, გასწავათ? ამგვარი სასულიერო პირები, მე მინდა გითხრათ, რომ ამგვარი სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიაში დღესაც არიან და ძალიან მცდარია ის წარმოდგენა, რომ ყველა საქართველოს ეკლესიაში მოძალადეა და ტაბურეტებით შეერაღებული დასდევს 20 წლის გოგონებს საცემრად, ხო? რა თქმა უნდა, ეს არ არის. ჩვენ სოციალურ ქსელებში ნახეთ რამდენიმე განცხადება, მათ შორის დედო სიდონიესი, მათ შორის მამა გიორგის, მამა დავითის იყვნენ მოძღვრები, რომლებიც საუბრობენ, რომ ეს არის ყოველად მიუღებელი და ნუ ეხა დავანებოთ თავი მართლაც ეს საერო კანონებს, ხო, რომ დავანებოთ თავი. ჩვენ ვიცით მოციქულთა წერილი 27 ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ განიკვეთოს უნდა ეპისკოპოსი მღვდელი, რომელიც გაალახავს, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდება მეორე ადამიანს, ხო? ჩვენ ვიცით ქრისტემ როგორ უთხრა ბრბოს, რომელიც მარიამ მაგდალინელის ჩაქოლვას ცდილობდა, რომ ვინც უცოდველია, იმანესროლოს პირველი ქვაო. გუშინ თქვა ნინო ზურიაშვილმა, კარგად, ამდენი წმინდანი როგორ შეიკრიბა რუსთაველზე, რომ ესე იგი ყველანი უცოდველები იყვნენ და აი ერთი ის ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იყვნენ ყველაზე ცოდვილები. ამიტომ, როგორც ეკლესიურად, ისე საქართველოს საერო კანონმდებლობით ეს ქმედება არის მიუღებელი, ამას უნდა მოყვეს რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. შეუძლებელია, რომ ძალადობა, ექსტრემიზმი გაგრძელდეს დიდხანს. ამას აქვს თავისი დასასრული, ვინაიდან ეს არის საღაზრთან ახლოს, რომ ეს უნდა დასრულდეს ყველა შემთხვევაში.
ეხლა როდის დასრულდება ეს ამის თქმა რთულია, კარგია რომ საზოგადოებრივი დისკუსია დაიწყო, ამ თემას ტაბუ მოეხსნა და ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც გამოვლინდა ეხლა საქართველოს ეკლესიაში. დიდი მადლობა. ნუ ეს მარაზმია, საერთოდ ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო. ესე იგი, ის რომ თავის აქციას არ აუქმებს, მოდის პროვოკაციაზე. სინამდვილეში პროვოკაცია წავიდნენ ეგენი, როდესაც პარლამენტის წინ იმათ ადგილი ჩამოართვეს. მერია გაფრთხილებული იყო, რომ იდენტობა ატარებდა აქციას პარლამენტის წინ. მერე იდენტობამ გადაინაცვლა პუშკინის სკვერში და დაუთმეს მათ პარლამენტის წინ ადგილი და არ შევიდნენ კონფრონტაციაში პირიქით. პროვოცირებაზე ისინი წავიდნენ და ისინი გაერიდნენ. და ეხა ვიღაც ექსტრემისტებს რომ უნდათ რომ ვიღაცებმა აქციები გააუქმონ, იცით როგორი საფრთხის შემცველია, ჩვენ ხო ნახეთ ეგ კავკასიის ეთერში რომ შევარდნენ და დაერივნენ. ხო იქ არც ერთს არ დაგვინდობენ, ეხლა აქ ვინც ვართ. ზოგის ერთ რაღაცა არ მოეწონებათ პირადი ცხოვრებიდან, ზოგის თმის მარცხნილობა, ზოგის შარვალი როაცვია, ზოგის ეს შემდეგ. ბუნებრივია ეს აქედან იწყება, ანუ ჩვენ გავიგეთ ეხლა რომ ვიღაცებმა ხმა არ უნდა ამოიღონ, იმიტომ რომ ვიღაცებს არ მოსწონთ და ასე დაიწყო, ეხლა მე არ მინდა რაღაც ცუდი სცენარები ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ ისტორია გვეუბნება რომ ესე დაიწყო ირანშიც, ხო? იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება, აბსოლუტურად დასავლური ღირებულებების და ცხოვრების წესის მატარებელი. მერე მოთხოვეს ქალებს რომ ეხლა უნდა ჩაიცვათ კაბა, შავი, მერე სახე უნდა დაიბუროთ, მერე ბავშვებსაც ეგრე გაუკეთეს და მერე წავიდა ეს და ბოლოს არის აიათოლა ხომეინი და რაც რელიგიური პოლიცია, რომელიც ადგენს ამ ქვეყანაში წესს. აი აქამდე მივიდნენ. ჩვენ იმედი მაქვს რომ აქამდე არ მივალთ რა, იმიტომ რომ საზოგადოებამ მართლაც აჩვენა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა აჩვენეს თქვათ კოორდინირებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყველამ ეს დაგმო, მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმაც და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამას აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება და მომავალში ამგვარი სამწუხარო ფაქტები აღარ განმეორდება.